მოგიტანეთ დაპირებული ტაფის ხაჭაპურის რეცეპტი, რომელსაც სრულიად ერიით ხოვდით. დეტალურ გრამაჟს აუცილებლად დაურთავ აღწერაში. ახლა კი მოვზელ ცომს. თაში გადავიტან მაწვავს, დავუმატებ სოდას, გავააქტიურებ, შემდეგ მარილს, ზეთს, ფქვილს და დავამუშავებ ისე, რომ ხელზე ცომი აღარ მეკრობოდეს. ამ მასისგან გამოდის დაახლოებით 300-350 გრამიანი 3 გუნდა, რომელსაც დავაყოვნებ მაცივარში დაახლოებით 9 საათი. შემდეგ უკვე ცომის გუნდებს 10 წუთი გავაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე და დავიწყებ ცხობას. შიგთავსისთვის მხოლოდ უმარილო იმერული ყველი და სულქნი დამჭირდება და შიგთავსის თითოეული გუნდის მასა იქნება 350 გრამი და გამოვაცხობ ტაფაზე ორივე მხრიდან, რომელსაც მოусვამ ცხიმს. გილოცავთ დამდეგს.